ტენესის სახლივით ჟღერს. აქ კარგია ცხოვრება, ბავშვების გაზრდა, აქ კარგია მუსიკის დაკვრა. ეს ის ადგილია, სადაც როკ-ენ-როლი დაიბადა. იცით, ეს მსოფლიოში საუკეთესო ადგილია. სხვა არც ერთზე არ გავცვლიდი. მუსიკა ყოველთვის ისმის. ამით ვიბადებით. ბლუზი ჩვენს შიგნით არის. ამიტომაც უმეტესი ადგილობრივი მუსიკოსი ძალიან კარგია. ტენესიში ყველაფერი განსაკუთრებულად ჟღერს. ბლუზი, როკებილი, კანტრი, გოსპელი. აქ იბადება მუსიკალური ჟანრები. ვითარდება და წარმოუდგენელი ხერხით ერთმანეთში ზავდება. დასავლეთი, ცენტრი და აღმოსავლეთი იმდენად განსხვავებულია, რომ უყვართ თქმა, ტენესი არის სამი შტატი ერთში, თუმცა ზუსტად რომ ერთად წარმოქმნიან ერთიან სიმფონიას, ამერიკულ საუნდტრეკს. თუ აეროპორტში გიტარითა და როკ-ენ-როლით გხვდებიან, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, თქვენ მემფისში ხართ. ელვის პრესლის საყვარელი ქალაქი, რომელშიც თავისი მბზინავი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. ქალაქი, სადაც მუსიკა ყველა სარკმლიდან ისმის, ხოლო ყველა სახლში არის ბლუზი. აქ თითქმის ნებისმიერი შემხვედრი შეიძლება მოგიყვეს, თუ როგორ უკრავდა კონცერტზე ჯონი ქეშთან ერთად, ან ბარში ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად იჯდა. აქ აეროსმიტის უფასო იმპროვიზაციაზე იყო ნამყოფი. მემფისი დილიდანვე ჟღერს, ჯერ კიდევ სანამ სურნელოვან ყავას მოგართმევენ. მემფისში საოზმეც როკ-ენ-როლის სტილშია. ამ რესტორანში ელვის პრესლის უყვარდა შემოსვლა. წინასწარ გეტყვით, რომ ის გურმანი არ ყოფილა. გამარჯობა. ანუ ეს არის მემფისში ყველაზე პოპულარული რესტორანი. დიახ, და ყველაზე ძველი. რესტორანი კელსის მეუღლის დიდმა ბაბუამ დააფუძნა 1919 წელს. ანუ წყვილი არქიტს უკვე მეოთხე თაობაში ფლობს. თავად კელსი აქ ცივი ჩიკაგოდან გადმოვიდა და უმალვე შეუყვარდა. მემფისიც და რესტორანიც. ეს ჩვენი მთავარი სათავსოა. ყველაფერი 1954 წლიდან არის შენარჩუნებული. იატაკი კი უფრო ძველია, 1919 წლიდან, ანუ უკვე 100 წლის არის. შეხედეთ, მაგიდებიც არ არის ახალი. ზოგზე იდაყვების ნაკვალევიც კი გაჩნდა. არქიდის ყველაზე პოპულარული კლიენტი ელვის პრესლი იყო. ელვის ყოველთვის უყვარდა მარცხნივ იმ ბოლო მაგიდასთან დაჯდომა. მისი საყვარელი ადგილი იყო, იმიტომ რომ უკანა კართან ახლოს არის. თუ შეშლილი თაყვანისმცემლები თავს აბეზრებდნენ, გაქცევა ადვილი იყო. თუ რესტორანში გაჩერებას ახერხებდა, როგორც წესი, როკ-ენ-როლის მეფე უკვეთავდა სენდვიჩს ბანანითა და არაქისის ზეთით. ვიღებთ არაქისის ზეთს, ბანანს, ვუსვამთ პურზე და გრილზე ვწვავთ. პური თეთრი უნდა იყოს. დიახ, ეს არის ტეხასის ტოსტის პური, როგორც წესი მსხვილ ნაჭრებად ჭრიან. ანუ ელვის ჯანსაღი საკვები განსაკუთრებით არ უყვარდა, ხო? არა, სალათებს ნამდვილად არ ჭამდა. ცხიმიანი უყვარდა. მასში რამდენი კალორია შეიძლება იყოს? ზედმეტად ბევრი დასათვლელად. 1000 იქნება? ალბათ. ანუ ელვისივით რომ ვჭამო, მაშინ ელვისივით უნდა ევიმოძრაო. ნამდვილად ასეა. მუდმივი მოძრაობა. სენდვიჩი ორივე მხრიდან კარაგზე იწვება და კარტოფილ ფრისთან ერთად მიართმევენ. ჩემი სამეფო საუზმე. ასეთი რამ ჭარბ კილოგრამებად რომ არ გადაიქცეს, სცენაზე ორმაგი ძალით უნდა იცეკვო. თუმცა გაჩერება მემფისისთვის უმთავრესად არადამახასიათებელი მდგომარეობა. განსაკუთრებით თუ ქალაქის მთავარ ქუჩამდე, ბილ სტრიტამდე მიხვალ. ბილ სტრიტი მუსიკოსებს შორის პოპულარული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა. აქ გამოდიოდნენ ბიბი კინგი, ლუი არმსტრონგი, ჩაკ ბერი, ელვის პრესლი კი მოზარდობის დროს კონცერტებზე დადიოდა. ბილ სტრიტის სტერილურად გადაქცევას არასდროს ვცდილობდით. ნება მივეცით, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის. პრესტონ ლემი ბილ სტრიტის ლეგენდაა. ყოფილმა ბუღალტერმა 30 წლის წინ რიცხვები და საანგარიშო დახლზე და კლუბ რამბუგი კაფეს გიტარებზე იღბლიანად გაცვალა. ბარებსა და რესტორნებს ფინანსურ მომსახურებას უწევდა. ერთხელაც ეს კლუბი შემხვდა. ყიდვა გადავწყვიტა. გულწრფელად რომ ვთქვა, მეგონა რომ გავკოტრდებოდი. თუმცა კლუბის წარმატებულად გადაქცევა მოვახერხე. წარმატების მტკიცებულება დაწესებულებაში ყველგან კიდია. ვარსკვლავების 300-მდე გიტარა.
ჯგუფ U2-ს გიტარა, კარლოს სანტანა, ბილი ჯოელი. კოლექცია 80-იანი წლების ბოლოს ჯგუფ ZZ Top-ის სოლისტის ბილ გიბანსის გიტარით დაიწყო, რომელიც მემფისში მორიგი ალბომის ჩასაწერად ჩავიდა და რამბუგიში შევიდა. დავინახე თავის აკუსტიკურ გიტარაზე ავტოპორტრეტს ხატავდა. მემფისის ხიდის ფონზე დგას. ხიდს კი კოსმოსური ხომალდებით უცხო პლანეტელები უტევენ. კითხე, ხომ არ ისურვებდით, რომ გიტარას ხელი მოაწეროთ და ჩვენ გვაჩუქოთ? დამეთანხმა. კოლექციის ღირებულების შეფასება რთულიც არის. დაზღვეული, მაგალითად სტივ რეი ვოენის გიტარა $25,000 არის დაზღვეული. თუმცა კოლექციიდან რამის გაყიდვას არასდროს დავთანხმდები. ამ ადგილის ქირავნობის შეთანხმება გვაქვს ხელმოწერილი 52 წრით. ასე რომ, დრო არის და საჭირო ამ დროის სარგებლიანად გატარება. ჭამე, სვი, იცეკვე. შემდგომ კი გაიმეორე. ეს არის დაწესებულების ფრთიანი გამოთქმა და მთავარი წესი, რომელსაც ყველა სტუმარი იცავს. კლუბში ორი სცენაა. კონცერტები ყოველ საღამოს იმართება, სამუშაო დღეებშიც კი. ღამით მემფისში არა მხოლოდ ბილ სტრიტია საინტერესო, ასევე აეროპორტის მახლობლად ლოგისტიკური კომპანია FedEx-ის ყველაზე დიდ საწყობში საღამოს 10 საათის შემდგომ სპეციალურ ტურებს აწყობენ. აქ ღამე ყველაზე აქტიურია. ცენტრის ფართობია 356 ჰექტარი, 2 სამეფო მონაკოს ზომის. მემფისის ცენტრს მსოფლიო ცენტრს ვუწოდებთ, ვინაიდან მთელს მსოფლიოში ჩვენს ქსელს აერთიანებს. 23 საათი დაიწყო და თვითმფრინავები ერთი მეორის მიყოლებით ეშვება. FedEx-ის აეროპორტს ყოველ 40 წამში შეუძლია საჰაერო ხომალდის მიღება. როგორც კი შასი ასაფრენზოლს ეხება, წუთების ანგარიში იწყება. ეს არის პროცესის დასაწყისი. ახლა ხედავთ, როგორ ცლიან თვითმფრინავს, მუშები კონტეინერებს უშვებენ, ურიკებზე ამაგრებენ და შემდგომ დასახარისხებლად მიაქვთ. როდესაც თვითმფრინავი მემფისში ჩაფრინდება, გუნდს მხოლოდ 9 საათი აქვს, რათა 54 ტონა ტვირთი ჩამოცალოს, რაც ძალიან ჩქარია. შედარებისთვის უბრალოდ გაიხსენეთ, თუ რამდენი ხანი გიხდებათ აეროპორტში თქვენი ბარგის მიღება. გუნდი აწყობილი მექანიზმებით მუშაობს. ყოველი მოძრაობა მრავალ საათიანი სწავლებებით არის დახვეწილი. იმის გამო, რომ აეროპორტში ხმაურია, ყველას ყურსაცობი აქვს. ამიტომ მუშები ხშირად სიტყვების გარეშე ურთიერთობენ, ჟესტებით, გამოხედვით და ერთმანეთის შესანიშნავად ესმით. ერთი გუნდივით მუშაობენ. ყველანი ერთად ერთი თვითმფრინავისაგან მეორესკენ გადადიან. დიდი კონტეინერის მოსახერხებელი გადაზიდვისთვის ყველა პლატფორმა ბურბლებით არის აღჭურვილი, რისი წყალობითაც ძალიან მძიმე ტვირთიც კი ადვილად მიგორავს. მომდევნო საფეხურია გზავნილის დასახარისხებელ ზულში ჩამოცვლა, სადაც 10,000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელთა მთავარი დავალებაა ყურადღება მიაქციონ, რომ კოლოფები ზოლიანი კოდით ზემოთ იდოს, რითაც სკანერი ამოიკითხავს გზავნილის სახეობას, წონას, დანიშნულების წერტილს და სხვადასხვა მიმართულებით ავტომატურად გაანაწილებს. ღამით 1,300,000 გზავნილს ვახარისხებთ, დღისით 700,000. შემდგომ გზავნილებს გასაგზავნად კონტეინერებში ტვირთავენ. მარცხნივ ამზადებენ ფლორიდისთვის, მარჯვნივ ყველაფერი მემფისის სხვადასხვა ადგილას წავა. მუშაკის მთავარი დავალებაა, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ ჩატვირთონ კონტეინერში, რასაც სპეციალურად ასწავლიან. ერთი კონტეინერის ჩასატვირთად დასაქმებულს 20 წუთი აქვს. FedEx-ის ღამის ცვლა ადრე დილას სრულდება, როდესაც შტატის უმეტესი ნაწილი გაღვიძებას იწყებს. თუმცა არის ერთი ქალაქი, რომელსაც როგორც ნიუ-იორკს არასდროს ძინავს. ეს არის ნეშვილი, შტატის და კანტრი მუსიკის დედაქალაქი. კამერულ მემფისთან შედარებით, ნეშვილი უფრო მაღალი, უფრო მდიდარი და უფრო მბზინავია. მუსიკალურ ინდუსტრიაში აქ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს ვიდრე ნიუ-იორკში. სხვათა შორის, ნეშვილსაც აქვს თავისი ბროდვეი. ნეშვილის ბროდვეი ადრე იღვიძებს, დილის 10-ისთვის, ხოლო 12-დან უკვე პირველი ჯგუფები უკრავენ, კვირის დღის მიუხედავად. ხომ ვამბობდი? სცენაზე ადგილობრივი მუსიკოსი ჯონ შეპარდი. ახლა 82 წლისაა, საიდანაც უმეტესი დრო კანტრის უკრავდა. კანტრის სხვადასხვა სახეობას ვასრულებთ. თუმცა ყველაზე მეტად საყვარელი მეუღლის, ლაიზის მიერ დაწერილი სიმღერების შესრულება უყვარს. უკვე 46 წელია ერთად ვართ.
ოდესღაც ერთად გამოვდიოდით. ახლა ჯანმრთელობის გამო სცენაზე ვეღარ გადის, თუმცა მეუღლეს ყველა კონცერტზე ახლავს და ყოველ მის სიმღერას ყურადღებით უსმენს. Country მუსიკა არის ცხოვრების შესახებ, მისი ნებისმიერი გამოვლენით. დედმამაზე, ბავშვზე, ღმერთზე, რომლისაც გწამს, გატეხილ გულზე და ბედნიერებაზე, შფოთზე და ყველაფერზე, რაც ცხოვრებაში ხდება. მათი სიყვარულის ამბავიც სიმღერის სადარია. ახალგაზრდობაში ლაიზი ფლორიდაში გადავიდა, სადაც კონცერტების მოწყობის სააგენტოში მუშაობდა. ერთხელ ჯონის ჯგუფი შეხვდა. ჯონმა ის კვლავ ნეშვილში წაიყვანა. სცენაზე ერთად დაკვრა შესთავაზა და ცოლობას თხოვა. უპასუხე, არა. არა მეთქი, მტკივნეული განქორწინება მქონდა და ისევ გათხოვება არ მინდოდა, მაგრამ 4 წლიანი ფიქრის შემდგომ მაინც დათანხმდა. ჯონს და ლაიზას განსხვავებული ბროდვეი აქვთ ნანახი. წარმატებისა და უიღბლობის წლებში, როდესაც საყვარელი ქუჩის დალაგება თავად უხდებოდათ. მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ აქ მუსიკა ყოველთვის მთავარი იყო. განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ქალაქში გაჩნდა შოუ Grand Ole Opry. როდესაც წარმოდგენა Grand Ole Opry პოპულარული გახდა, მის ვარსკვლავებს მორიგი ჰიტის ჩასაწერად ადგილი დასჭირდათ. ამისთვის მუდმივად მგზავრობა არ შეეძლოთ. მაგალითად ნიუ-იორკში. ამიტომაც ერთი მეორეს მიყოლებით ხმის ჩამწერმა კომპანიებმა აქ გადმოსვლა დაიწყეს. Grand Ole Opry სცენა country მუსიკოსისთვის უმთავრესად ითვლება. აქ გამოსვლა ისევეა, როგორც ოსკარის, პულიცერის პრემიის ან გრემის მიღება. ეს ხომ ოპრია. აქ ყველა უნდა იყოს ნამყოფი. თუ ნეშვილში ხარ, უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ აქ მოხვდე. ეს ხომ ლეგენდაა. თავდაპირველად შოუ როგორც რადიო გადაცემა ისე იქმნებოდა. ამასთან აშშ-ში უძველესად ითვლება. პირველ კონცერტებს ჯერ კიდევ 1925 წელს გადმოსცემდნენ. არტისტების შესასვლელია. ყველა ვარსკვლავი აქედან შედის. ახლა ჩვენც შევალთ. დიახ, ზუსტადაც. ამას ვარსკვლავურ ხეივანს ვეძახით. ბუჩქებიც კი ვარსკვლავების სახისაა. Grand Ole Opry მრავალი country შემსრულებლის მეორე სახლია. ოღონდ ამ სცენაზე მოხვედრა ადვილი არ არის. აქ დასაკრავად უნდა მიგიწვიონ. ანუ არ შეიძლება რომ რომელიმე არტისტის მენეჯერმა დაარეკოს და თქვას, შემსრულებელი მყავს. მოდი, თქვენთან დაუგრავს. ეს პირიქით უნდა მოხდეს. ნუ დაგვირეკავთ, თავად გიპოვით. თუ შემსრულებელი პუბლიკასაც და Grand Ole Opry-ის დირექტორთა საბჭოსაც მოსწონს, მაშინ შეიძლება სპეციალური დახურული კლუბის წევრობა შესთავაზონ. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება country მუსიკოსს შეამთხოვს. როგორც წესი, ეს არის სიურპრიზი. შემსრულებელი ვერ ხვდება იმის შესახებ, რომ კლუბში იღებენ. ეს არის დიდი მოვლენა, ბედნიერებისაგან ყველა ტირის ხოლმე. სცენის მიღმა და სცენაზე მოხვედრა საღამომდე ნებისმიერ შეუძლია. ექსკურსია დილიდან იწყება და ტურისტების ნაკადი უსასრულოა. და ეს არის სცენა. თითქმის ყოველ საღამოს ამ სცენაზე ვარსკვლავები ადიან. როგორც წესი, ყველა 4400 ადგილი დაკავებულია. ზოგჯერ სკამების დამატებაც უხდებათ. ხოლო ვინც შოუზე მოხვედრა ვერ მოასწრო, შეუძლია რადიოთი მოისმინოს ან ტელეფონის აპლიკაციით. Grand Ole Opry-ში კონცერტი გვიან სრულდება, მაგრამ ზუსტად ამ დროისთვის ადგილობრივი ბროდვეი აქტიურად გიჟურად გადაიქცევა. მუსიკა ყველგან ჭექს. დრესკოდი კი არის კოვბოური სტილი ყველა გამოვლინებით. ასაკობრივი შეზღუდვა მხოლოდ ერთია. თუ 21 წლის ხარ, ესე იგი შესვლა შეგიძლია. ტენესი როგორც წესი ორ რამესთან ასოცირდება, ეს არის მუსიკა და ვისკი. თუ მუსიკა ძალზედ მრავალფეროვანი გაქვს, ვიღაც ელვისს იხსენებს, ზოგიც country-ს, ხოლო როდესაც საუბარია ვისკზე, ყოველს მხედველობაში აქვს მხოლოდ Jack Daniels-ი. და ჯეფ არნედი არაზვიადებს, რომელიც ნეშვილის მახლობლად პატარა ქალაქ ლინჩბურგში მდებარე Jack Daniels-ის საწარმოში უფროსია. განთქმული ვისკი უკვე 100 წელზე მეტია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიდის ექსპორტზე, ხოლო აწარმოებენ გამორჩეულად მხოლოდ აქ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჯეკმა ეს ხეობა ნაკადულის წყალის გამო $2000 იყიდა. პირველ რიგში ეს წყალი რკინას არ შეიცავს, რომელიც სასმელის ფერსა და გემოს აზიანებს. ასევე წყალში არის კალციუმი და გრილია. დასაწყისში წყალსა და დაწნეხილ მარცვლეულს შეაზავებენ. კომპანია რეცეპტს არ მალავს. 80% სიმინდი, 12% ქერი და 8% ჭვავი. ნაზავს საფუარს ამატებენ, რამდენიმე დღე დუღილს აცდიან და შემდგომ გამოხდა იწყება. ვისკი ეს არის რომელიმე კონკრეტული ადგილის ნაწარმი. მარცვლეული აქ იზრდება. ნაკადულის წყალიც ადგილობრივია. ამიტომაც სხვა ადგილას ეს უკვე სრულად სხვაგვარი ვისკი იქნება. ამ დროს საწარმოს მეორე ბოლოში ნახშირს ამზადებენ. ამისათვის ნეკერჩხლის მერქნის 16 წყობას წვავენ.
ჯერ კიდევ ოდნავ კვამლიასდის, მაგრამ ცხელი აღარ არის. მეცნიერულად რომ ვთქვათ, ეს არის აქტივირებული ნახშირი, რომელიც თავისთავად არის საუკეთესო ბუნებრივი ფილტრი. ნახშირს 3 მეტრის სიღრმის მქონე კასრებში წნეხავენ და ამ შრის გამჭოლად ატარებენ ვისკსაც. ვისკი ნახშირს ნელა გადის 4-6 დღის განმავლობაში. წარმოებაში ზუსტად რომ ეს საფეხურია ყველაზე მნიშვნელოვანი. მის გარეშე ჩვეულებრივი ბურბონი გამოვიდოდა. ასე კი განსაკუთრებული სახეობის ნაწარმი მიიღება, რომელსაც ასეც ქვია ტენესის ვისკი. როგორც წესი, ვისკს ნახშირამდე და ნახშირის შემდგომ ვსინჯავთ. თუმცა მერწმუნეთ, გასინჯვა არ ნიშნავს იმას, რომ ვისკს ვსვამთ. უბრალოდ ერთ ყლუფს ვაკეთებთ. ველოდებით სანამ ენის რეცეპტორები არ გვეტყვიან თუ რამდენად კარგია ეს სასმელი და უკან ვაფურთხებთ. შემდგომ ვისკის კასრებს შეასხამენ, რომლის წარმოებასაც საწარმო ასევე ყურადღებით აკვირდება და ბოლოს ყველაზე რთული. ლოდინი სანამ ვისკი დამწიფდება. ვისკის დამწიფებას ვაცდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტული დრო უნდა იდგეს. უბრალოდ ველოდებით, სანამ მზად არ იქნება. ბოთლის ჩიქთავსის გასინჯვა აქვე შეიძლება საწარმოში, ხოლო ვისკის შეძენას ქალაქის ვერცერთ მაღაზიაში ვერ შეძლებთ. ქალაქ ლინჩბურგში დღემდე მშრალი კანონი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ დალევა შეიძლება, ხოლო გაყიდვა არა და ერთადერთი ადგილი, სადაც მისი შეძენა შეიძლება, ეს არის აქ, ჯეკ დენიელსის საწარმოს მაღაზიაში. ქალაქელები ამგვარ წესებს მიიჩვევნენ. მით უმეტეს უკვე არც არავის ახსოვს, სხვაგვარად თუ როდის ყოფილა. მშრალი კანონი თავიდან მთელს ამერიკაში მოქმედებდა, ხოლო 1933 წელს მისი გაუქმების შემდეგ ლინჩბურგში რეგიონმა ადგილობრივ დონეზე წესის შენარჩუნება გადაწყვიტა. მიყვებოდნენ, რომ იმ დროს ჯეკის დეიდაშვილი, ლემ მეტლოუ, ყველა მცხოვრებს პირადად პირდებოდა. თუ წარმოების აღდგენის ნებართვას მისცემენ, მაშინ ქალაქში ვისკს აღარ გაყიდდა. ჩაკ ბეიკერი ადგილობრივი რესტორატორია. ქალაქის მთავარ პატარა მოედანზე მისი დაწესებულება მეზობლებისაგან სარფიანად განსხვავდება, ვინაიდან ყველაზე დიდი ხანი მუშაობს, საღამოს 7-მდე, მაგრამ აქ ერთი ბოთლი ლუდის დალევაც კი არ შეიძლება. არც მაღაზიებია, სადაც ალკოჰოლი იყიდება, არც ბარები. უახლოესი ბარი აქედან 19 კილომეტრში მდებარეობს. ამიტომაც თუ წვეულების მოწყობა გვინდა, ლუდს წინასწარ ვყიდულობთ და სახლში ვსვამთ. რესტორანში კი შეიძლება განსაკუთრებული ჩაროზის გაყიდვა. ვისკის ნამცხვარი. შეიძლება წააგავდეს ბრენდის ნამცხვარს, თუმცა მასში რა თქმა უნდა ჯეკ დენიელს ამატებენ. ოდნავ? დიახ. ეს ნამცხრისთვის არ ყოფილა, თქვენთვის არის. ჩაკი ამბობს, რომ ასეთ ნამცხვარს ყოველდღე აცხობენ, თუმცა ტენესის მთავარი კერძი ეს მაინც არ არის. ჩაკმა დაგვარწმუნა, რომ ყველა ჩამოსული ვალდებულია გასინჯოს ადგილობრივი ბარბეკიუ. შტატის მცხოვრებთა მტკიცე მოსაზრებით, აშშ-ში საუკეთესო ბარბეკიუ სწორედ რომ აქ მზადდება. მემფისში წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ბარბეკიუს მსოფლიო ჩემპიონატი. გუნდები მთელი ამერიკიდან ჩამოდიან და ყველაზე შემოქმედებითი ბარბეკიუს ოსტატების წოდებისთვის 4 დღე იბრძვიან. კრის ლილი და მისი რესტორანი, ბიგ ბობ გიბსონი, ფესტივალის მუდმივი პრიზორია. ყოველი ჯილდო სხვადასხვა წელს ბარბეკიუს სხვადასხვა კატეგორიაში აქვს მიღებული. ეს დიდი გრან-პრი კი 5 მივიღე. წელს კვლავ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მათი მთავარი უპირატესობაა ღორის ბეჭი, რომლის მომზადებასაც წინა დღის საღამოს იწყებენ. პროცესი მთლიანობაში 18 საათი სჭირდება. ანუ მომდევნო დღის დილის 11 საათისთვის ხორცი მზად იქნება. 2 ჩემი ბიჭი მთელი ღამე მასთან მორიგეობაზე იქნებიან. სამუშაო ადვილი არ არის, მაგრამ ჯეიკობი და ენდრიუ მიჩვეულები არიან. ოჯახში ბარბეკიუს ოსტატების მეხუთე თაობას წარმოადგენენ. ჩემი ძირითადი სამუშაოა ფინანსისტობა, მაგრამ იცით, აქ უკეთესია. ეს არის ის, რაც მიყვარს, ის რითიც ვიზრდებოდი. ეს არის ბარბეკიუს პირველი საფეხური. ზუსტად რომ მომზადებაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგი გამოვა ხორცი. ნეკნებს სანელებლებს ისევ აყრით, რომ ზედაპირი სრულად დავფაროთ. არც ერთი ნაწილი არ უნდა დარჩეს. შემდგომ კი შევაზელთ. დაბლ ცეცხლზე ეს არის ბარბეკიუს ძირითადი მიდგომა. აჩქარება და სწრაფ შედეგზე იმედის დამყარება არ შეიძლება. მომზადების განმავლობაში ღუმელს აღარ ვხსნით. არც კი ვიხედებით. ჩვენი მიზანია შიგნით მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება. უბრალოდ უნდა იჯდე და ელოდო. და ბარბეკიუს ამგვარი გულშემატკივარი აქ 250 გუნდია. კრისის მეზობელი და მისი მოსახელე ასპარეზობისთვის ქათმის ფეხებს ამზადებენ. ქათმის ფეხები კარგად რომ დადგეს, კიდევ ოდნავ წავაჭრით. კანიდან ზედმეტ ცხიმს ვაშორებთ. გემრიელი არ არის, ამასთან მის გასადნობად უფრო მაღალი ტემპერატურაა საჭირო. ჰეზერის გუნდს კი უკვე განსაკუთრებული პომიდრის საწებელი აქვს მომზადებული. ეს არის ჩვენი განთქმული ბარბეკიუს соуსი. მოგწონს? ძალიან. კიდევ შეიძლება? დღეისათვის პირველად ვჭამე.
ამ სოუსმა ბოლო 13 წელიწადში ყველა ასპარეზობაში, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, პირველი ადგილი მოიპოვა. სოუსი 3 საათი დაბალ ცეცხლზე უნდა მზადდებოდეს. სულ ეს არის, რისი თქმაც შეუძლია ჰეზერს რეცეპტის შესახებ. რეცეპტისთვის $1,000,000 რომ შემოგთავაზონ? არა, სათუოა რომ გაყიდვას დავთანხმდეთ. ჩვენი საიდუმლოა. ბარბეკიუს სოუს ფესტივალზე სხვა ასპარეზობისთვისაც იყენებენ. სხვადასხვა გუნდის მონაწილეთა შორის სახალისო რესლინგში. ნახეთ ახლა რა ხდება, რინგზე 150 ლიტრი ბარბეკიუს სოუსი დაასხეს და 14 წყვილი რიგრიგობით მასში ასპარეზობს. ბრძოლები საღამომდე გაიწელა. შემდგომ მონაწილეები თავიანთი კარვების ქალაქებში წავიდნენ, ხორცის შესამოწმებლად და როგორც იქნა მისი გასინჯვა შეიძლება. მოლოდინის ხანგრძლივი საათების შემდგომ ეს არის შედეგი. შესანიშნავი სურნელი აქვს. სხვათა შორის, ამავე სუნით არის გაჟღანთილი მთელი ჩემი ტანსაცმელი. თუმცა ადგილობრივებმა დამამშვიდეს. ახლა ნამდვილი მემფისელი გოგონა სუნი ამდის. გასინჯვის დროა. კრისმა წელს მხოლოდ ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. ღორის ბეჭისთვის. გრან-პრი ბოლო 5 წელში პირველად სხვა გუნდმა მიიღო. თუმცა შეფმზარეული არ განაწყენებულა. ვინაიდან ფესტივალის მთავარი მიზანი ეროვნული სამზარეულოს პოპულარიზაციაა. კრისის მოსაზრებით ზუსტად რომ ბარბეკიუ არის ყველაზე ამერიკული კერძი. ხოლო როდესაც საუბარი მუსიკალურ ინსტრუმენტებს ეხება, ყველაზე ამერიკულის წოდებას ადგილობრივები ბანჯოს ანიჭებენ. ბანჯო უნიკალური საკრავია. აფრიკიდან მონებმა ჩამოიტანეს, ხოლო მე-19 საუკუნის დასაწყისში ამერიკის სამხრეთის მცხოვრებლებმა მისი მოდიფიკაცია დაიწყეს. ანუ ამ ინსტრუმენტში ორი კულტურაა შერეული. კრისტიანი და მისი მასწავლებელი ტომი უკვე მრავალი ათწრეულია ბანჯოს ამზადებენ. სახელოსნო მემფისიდან 1 საათის დისტანციაზე აქვთ. თანამედროვე ელექტრომოწყობილობები თითქმის არ არის, ვინაიდან საკრავებს ოსტატები ხელით აკეთებენ. ძველებურად. ბანჯო ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: დეკა და გრიფი, ანუ მრგვალი და სწორი ნაწილები, რომლებიც ცალ-ცალკე კეთდება. საფუძვლისთვის ხის რამდენიმე შრეს იყენებენ. ფიცარს ჯერ თხელ ფირებად დავჭრით. შემდგომ მერქანს ვაორთქლებთ და მოქნილი ხდება. და ამ მოწყობილობის მეშვეობით ფირფიცარს მრგვალ მოხაზულობას ვანიჭებთ. შემდგომ ერთ რგოლს მეორეში ჩავსვამთ, მესამეში და ერთად ვაწებებთ. ბოლოს ბანჯოს ასეთი საფუძველი გამოდის, რომელსაც ტომი შემდგომ გულმოდგინედ რანდავს. ბანჯოს შექმნის ყველა განსაკუთრებულობა ტომმა კრისში ესწავლა. ბიჭუნა პრესტიჟული ვაშინგტონის კოლეჯიდან შინ მემფისში ახალი დაბრუნებული იყო. ფოლკლორული ცეკვის საღამოზე მოხვდა. დაინახა როგორ უკრავდნენ ბანჯოზე და ასეთივე საკრავი ისურვა. პირდაპირი მნიშვნელობით შემიყვარდა. გადავწყვიტე რომ ბანჯოზე დაკვრა უნდა ვისწავლო. მეგობრებმა კი მირჩიეს რომ საკრავი ინტერნეტში არ ვიყიდო, არამედ ტომს მივმართო. ასე გავიცანით ერთმანეთი. უბრალოდ მომწონს კეთება, ბანჯო, ავეჯი, რაც გინდა. ასე მოკრძალებულად ტომი თავის გატაცებას აღწერს. სინამდვილეში ოქროს ხელთან ერთად გულიც ოქროსი აქვს და როდესაც კრისმა სწავლებას თხოვა, ბიჭუნა შვილივით მიიღო. ტომთან მოვდიოდი. მისი მეუღლე ვახშამს გვაჭმევდა. შემდგომ კი სახელოსნოში საათობით მუშაობდით. 3 თვეში პირველი ბანჯო გავაკეთე. ტომმა კი ყველაფერი თავად ისწავლა, წიგნებით. ზოგჯერ რჩევას ადგილობრივ დურგალს ეკითხებოდა. ბავშვობაში ბანჯო ისე ძლიერ მინდოდა, რომ ფულის ასაგროვებლად ეზოებს ვგვიდი. არც ისე ხარისხიანი საკრავი შევიძინე. ამიტომაც დამაინტერესა, თავად როგორ შემეძლო მისი გაუმჯობესება. ერთი ბანჯოს გასაკეთებლად ჩვეულებრივ 4-6 თვეა საჭირო. ვინაიდან დეკა და გრიფი ბოლოს ერთიანდება, ოსტატებს რამდენიმე ბანჯოზე ერთდროულად მუშაობის დაწყება შეუძლიათ. ბანჯოზე ორივენი უკრავენ, თუმცა განსაკუთრებული სტილით. კრისი აკორდებით, ტომი არპეჯით. ამ სტილში ჩვეულებრივ ამგვარი ბრჭყალები გამოიყენება. მგონია, რომ ამგვარი ხერხით დაკვრა უფრო რთულია. ზოგ სიმღერას დღემდე ვსწავლობ. როგორც წესი, ტომი სახლში პარმაღზე უკრავს, სადაც მთავარი მსმენელი მისი მეუღლეა. კრის კი თავისი ჯგუფი ჰყავს, Side Street Steppers.
კრისი ამბობს, რომ ტენესი ამერიკის ყველაზე მუსიკალური შტატია. აქ მუსიკა ჟღერს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. საკრავები იცვლება, ჟანრები ირევა, რითმი ხან ნელდება, ხან ჩქარდება, მაგრამ ზუსტად რომ ამ მრავალფეროვნებით ტენესი მშვენიერია. როდესაც უამრავი ხმაა და ერთად ერთიან მელოდიას ქმნის. ამერიკულ საუნდტრეკს.